თუ რიტორიკულ კითხვას არ მისვამთ, გაგცემთ პასუხს. თუ მართლა გაინტერესებთ. ის არის ფაშიზმი ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ეთნიკურად ჩვენ ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, უпростоრად სეპარატისტების მხარდაჭერა. ის არის ფაშიზმი, რომლის შედეგადაც 9 მილიონამდე ქართველი იქნა გამოდევნილი თავისი სახლიდან და ეს არის ერთი კატასტროფა, ხო? ერთი ტრაგედია. და ის რაც ხდება დანარჩენ საქართველოში 70 წლის განმავლობაში, მე ვგულისხმობ 5,5 მილიონიდან 3,5 მილიონამდე ჩვენი მოსახლეობის შემცირებას. სიღატაკის ზღვარს მიღმა 1%-ზე ნაკლები რო იყო, ეხლა 20% არის. მე ვგულისხმობ უვალებოდ რო ვიყავით აბსოლუტურ ამოხრჩობას გაუსაძლის ვალებში ჩვენი მოსახლეობის. განათლების სისტემა რო ასე თუ ისე მდიდარი და გამართული ქონდა, რომ თითქმის განადგურებულია და 1500 ქარხანა რო ქონდა, სულ რამოდენიმე რო დაგვრჩა და ყველაფერს რასაც ჩვენ მოვიხმართ ამ ქვეყანაში არის შემოტანილი და ნაყიდი ვალში, აი შეხედეთ რაც გაცვიათ, შეხედეთ რაც დგას ამ სტუდიაში, შეხედეთ რაც გვიღებს და კითხეთ თქვენ თავს, რა არის ამ ყველაფრიდან საქართველოში დაწარმოები. მე გეტყვით თქვენ, მარტო ჯვარი რომელიც მე მკიდია. სხვა ყველაფერი რუსთავი 2-ის აპარატურის ჩათვლით არის ნაყიდი კრედიტში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იხრჩობა. ამიტომ თქვენ თუ მე მკითხავთ, რომელი უფრო დიდი ტრაგედია, მე გიპასუხებ, რომ ორივე კატასტროფაა. თუმცა მიზეზი რატომაც ვახა ესეთ განვითარების რთულ პერიოდში, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ კრემლის პოლიტიკა იყო, საქართველოს განვითარების ხელისშემშელი პოლიტიკა. ერთ-ერთი, ძალიან სწორად, მაგრამ არა ერთადერთი. მთავარი არის, რომ ჩვენ, როგორც ქართველებმა, ჩვენი უტვინო და გამყიდველი ხშირად ეგრეთ წოდებული ელიტის წყალობით ვერ შევძელით გვექცია საქართველო არა პოლიგონად სუპერ სახელმწიფოების კოლიზიისა, საქართველოს ერთმანეთში გაგლეჯისა, არამედ ოაზისად მათი თანამშრომლობის. ამაში ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რამდენი არის ჩვენი ბრალი, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი იყო ის შეცდომები, რომლებიც ჩვენ დავუშვით, როდესაც ძალადობრივი გზით დავამხეთ. მოგწონდა ის თუ არ მოგწონდა პირველი ეროვნული დემოკრატიულად არჩევნული ქართველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მე ვაწამეთ ის მოუყავით, ვაბრალეთ რომ თავი მოიკლაო. დღემდე არ გამოვიძიეთ რა მოხდა და დავაყენეთ კარუსელი არალეგიტიმური გამყიდველი მთავრობებისა, რომლებიც მხოლოდ თავისი ჯიბის გასქელების და თავისი ჩინოვნიკების გამდიდრების ინტერესებს